ვიმყოფები ქალაქ ლაგოსში, ნიგერიაში. ეხლა ვარ ჩემს სასტუმროს ნომერში და დღეს გაჩვენებთ ერთ დღეს. ანუ ერთ დღეს გაატარებთ ჩემთან ერთად აქ. თუ ოდესმე გადაწყვეტთ რომ ჩამოხვიდეთ ნიგერიაში, თან იქონიეთ მხოლოდ და მხოლოდ ქეში. ვერც ერთი ბანკომატიდან ვერ გამოგვაქვს 10,000 ნიგერიულ ფულზე მეტი, რაც არის დაახლოებით $6 და $100 რო გამოიტანო 15 ჯერ უნდა გამოიტანო მოკლედ ეს 10,000 და თან საკომისიოც მე საკმაოდ დიდი მიაქვს. მე და ლეო ვართ ნიგერიაში. ლეოს არქივიც არის, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ, აქვე სათაურში იქნება. დღეს ლეომ უნდა გადაიღოს რაღაცეები და მეც რაღაცებს გადავიღებ მოკლედ ვლოგის სახით. ნიგერიული ქუჩის ყვება ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ დაელოდოთ ამ ვიდეოს. ხო, ან რაღაცების დაგემოვნებას აპირებს ჩვენი ძმა და რა ვიცი. ახოთ რა იქნება, შეიძლება მეც გაურისკო. მოკლედ ეხლა მივდივართ, რომ ავიღოთ გზავნილი, ჩამოვედით აქ ქეშის გარეშე, ბანკომატებიდან აქ ქეში ვერ გამოგაქვს $6-ზე მეტი. შესაბამისად ჭირდება ქეში, რაც არ გვაქვს. და ჩემო ძმაკაცმა ეხლა გამომიგზავნა ვესტერნით და მაგის ასაღებად მივდივართ და იმედია ავიღეთ. აი ესეთი ნაგვის მდინარეები დგას ქუჩებში. არა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქუჩა. არა აინც ვერ არის ის რაც უნდა იყოს. ნო კამერა. ანუ გადაობა ეგ არის რომ ქუჩები თვითონ რა სუფთა არის მართლა ძირს არ ყრია ნაგავი, მაგრამ აი გვერდებზე რაც არის ეს ამოთხრულები, იქ არის სავსე რა ნაგავი. კი. თიგარი სამს. უკვე მე რამდენი ტიპი შეხვდა, ვინც ესე ქუჩაში სამს. პირდაპირ ეგრევე კედელთან დადგება. ხაგაკაც ელაზმა. ხიარ ჩადგა. მოკლედ აქ ეხა ვიდეოებს ვიღებთ. ეს ვიდეო წარმოდგენა არ მაქვს როდის დაიდება, მაგრამ ძირითადი არხისთვის გუშინ ძალიან საინტერესო ვიდეო გადავიღეთ. ლევანის არხზეც ძალიან საინტერესო ვიდეო დაიდება და ხო რა, მოკლედ კაი რაღაცებს ვიღებთ აქ. აი ეს არის ბანკი მეგობრებო და აი ესე დაცვა იცავს მოკლედ ამ ბანკს. იმედია შევძლებ ფულის გამოტანას. აი ესეთი შესასვლელი ბანკში გინახავთ? არ გინახავთ? BBC-ში იყო ძალიან. ესეთი მართლა? ხო, მე არ მახსოვს. აი ეს არის რა ნიგერია ძმა. ჩემ ხელა ასოებით აქვს Western Union-ის ლოგო და მეუნება რომ ვერავ, აქ ვერ აიღებო, სხვა ბანკში უნდა მიხვიდე. Can you advise us which bank can we take money from Western Union? Citibank? რთულია ცხოვრება განუვითარებელ ქვეყნებში. სამი დღეა ძმაო ჩალიჩობთ რომ ფული ქეში ავიღოთ. ქეში ვერ ავიღეთ, ვერც ბანკომატიდან. ეხა ვერც აქედან. ეს ბანკია თუ რა, ნახეთ რამხელა შენობა. გამომიშვეს ამათაც უკან. არაო, ჩვენთან ვესტერნი არაო. და კიდე რაღაცა სხვა ბანკი გვითხრეს. First ბანკი თუ რაღაც. მივდივარ ეხა კიდე მაგ ბანკში. ანუ მესამე ბანკში მივდივარ რომ Western Union-ის გზავნილი ავიღო. კიდე კაი რომ ბანკების ქუჩაზე მაინც გვაქვს ეს სასტუმრო და ეს ყველა ბანკი ახლო არის ერთმანეთთან და არ გვიწევს ძალიან ბევრი ბოდი არის. აი შემდეგ ბანკს უახლოვდები, ვნახოთ შევძლებთ თუ არა ფულის გამოტანას. ანუ ქეში იმიტომ მინდა რომ აქ ბარათით ვერაფერს ვერ იხდით საერთოდ. დაივიწყეთ, ბარათი აქ დაივიწყეთ. აგერ ძმაო, ნახე რამ ხელა ბანკია. Nova Bank. ამ ხელა ბანკს რატო არ უნდა გქონდეს? Western Union. Hello. Western Union is here? Huh? Western Union. Western. Western Union. Yes. I will check inside now. You ask them inside. Okay, let's check. Thank you very much. შეამოწმეო შიგნითო, ამან არის. შედი ძმა. რა დაცულია? რა თქმა უნდა, არც აქ არ არის. კარებს კი მიღებ ჩემო ძმაო, მაგრამ სერვისი არ გაქვთ.
მაგარი ნერვები მეშლება ეხლა. აი Western Union როგორ არ არის, ერთგან როგორ არ არის საქმე. ეს იყო რომ მე რამდენი მესამე ბანკი. თვითონაც არიციან, აზე არ არიან სადგიშვებენ საერთოდ. რა პროსტა გეუბნებიან რაღაც ბანკს. ხო, რა უბრალოდ მოგიშორონ რა. ხო, რა ვიცი, აი იქ ნახე და შემოვიარეთ ტელეფონი. რა ვიცი, მაო. თან ანუ Western Union no available right now. Right now თუ არა, აბა როდის? შემდეგი ბანკი ცოტა შორს არის და ტაქსი გამოვიძახეთ რა. Uber-ი გამოვიძახეთ, აქ ძალიან იაფია Uber-ი. და წავალ ტაქსით რა. ბოლო იმედია მე მგონი ეგ ბანკი. რა გიჟია თვა? აქეთ აპირებდა გადმოსვლას. Hello. Morning bro, morning. ნახოთ ახლა. რა იქნება შემდეგ ბანკში. მაგარი ვიდეო გამოდის იმენა. ბანკიდან ბანკში დავდივარ. გარი მოვეცით. ერთი კაი ამბავი ის არის, რომ აგერ Western-ის ლოგო არის და იმედია რომ იმუშავებს. Hello. Thank you. Western? No? But here is a logo here. იმედია კამერაში აშინებ, თორე აქ რაღაც კამერა რო დაინახეს ჩართული, უფრო დაუძახეს. ბიჭო, ესეთი არაფერი მინახავს. აქედანაც უარით გამოგვისტუმრეს. არ ვიცით, მაო რა. We can take our money. You can't take your money. What happened? აგე კიდე. Western-ი წამოვა. ბიჭო, ანუ ყველაფერს თავი დაანებო, თან როგორ ანუ ძალიან ცუდად გემსახურებიან. თითქოს აი აწუხებ რა, რომ მიხვედი რაღაცის გასაკეთებლად. ო, გიშორებენ თავიდან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაგარი საზღარი ხალხია, ყოველ შემთხვევაში ამ ბანკებში ესია და ადამიანია ვინც აგერ ძმაო Western Union-ის უზარმაზარი ლოგოა. მაგრამ აი დარწმუნებული ვარ რომ აქაც მაგრა დაგვიკიდებენ ახლა. Thank you. Hello. Western Union? No. There is a logo outside. Big logo. You don't? And where we can take? Why everyone say that? Because it's no longer operational like that in Nigeria. It's long operation, We don't do Western. but you have logo outside. Hello? No Western Union? And why you have logo outside? So why? What is problem? What's reason? It's need time to take or what? Because of the weight. The weight fluctuating. The weight. Wait. Where can we take money from Western? We have no idea. You can just try your luck now. So you have no idea. So this logo is just logo outside, right? You don't want to work, right? რა უნდა ქნა ძმაო, არ ვიცი. რავი, კრიპტო მაინც არ არის, ასე კრიპტოს გადმოვიწყო. რა კრიპტო? $600 ვერ გამოგვაქვს. ესე არასდროს გავწამებულ ვარ ძმაო. ესეთი საზღარი თანამშრომლები, თავჩაღუნულები, რომ აი ფეხებზე რო კიდი ხართ რა, ნიშბი მოგიშორონ. ესეთი არაფერი მინახავს. მოკლედ რა, აი შედარებით ნორმალური ადამიანი შემხვდა ახლა ამ ბოლო ბანკში, რომელმაც მითხრა რომ $600-ო ვერ გამოიტან, შანსი არ არისო ვერც ერთი ბანკიდანო რა და $200 თუ გამოაგზავნინებო, მე მოგცემ. აი არ ვიცი, აი ესეთი რაღაც არც ამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მართლა პირველად ხო არ მოგზაურობ. არსად არასდროს არ მინახია ამ ხელა პრობლემა ქეშზე რა, რომ ქეში ავიღოთ. არც ბანკი იძლევა, არც Western-ი, არც ბანკომატი, რავი, არაფერი. დავნებდით ბიჭები, დავნებდით.
საბოლოო ჯამში აგერ ბანკომატიდან $12 მოხსენით. $12 მით. ისეთ სახეებს იღებდნენ $600 რო ეუნებოდი. რა ვიცი. სეიფებში გადაამოწმეს რა აქტუალურად. ო, რაღაც უფროსი გამოყავდა და ეკითხებოდნენ რომ რაღაცა კურსი $600. $600 და კურსში სიარული არ არის უსაფრთხო. შეიძლება დაცვა დაგკივდეს. ახლა ხოია. გამოვიძახეთ ისე უბერი და მივდივართ ბაზარში. ადგილობრივ ბაზარში. აკეთე მოვედით მარკეტში და ყველა ცდილობს რომ ყველა ფულს ითხოვს, საერთოდ ყველა. მაგარი პონტებია, ძმა. იმ ვიდეოსთვისაც ხო არ გადავიღოთ თქო. კიდე მეორე, მაგრამ შენ იგივე გეცმევა? Come to me. Yeah. Where are you from? Nigeria? Yeah, from Nigeria. Good. Yeah, where you from? Good man, I'm from Georgia. You know Georgia? Yeah. Wow. Tottenham, England. ეს უბრალო ხალხი ბევრად საყვარელია ვიდრე აი ბანკებში მომუშავე ტიპები, რომლებიც ძალიან უჟმურად გვემსახურებოდნენ და ცდილობდნენ რომ მოვეშორებინე თავიდან. ხო შეიძლება რომ რაღაც დახმარების ხელი გაუწოდო, რაღაცა ინფორმაცია მაინც მიაწოდო ადამიანს, რომელსაც დახმარება ჭირდება, მაგრამ არა რა, ნაგლურად ვიშორებდნენ უჟმური სახეები. აი ეს ხალხი აქ უფრო დაგეხმარება. აი Nigeria good. Part of Nigeria. Nigeria is our good country. Part of Nigeria. God bless America. God bless Nigeria. Yo man, my friend. How you doing, man? Where you from? Oh, that's good, man. You like YouTube? I like you too, man. You like YouTube? Yeah, that's good. You're my friend. What's your name, man? My name is Soso. Oh, my name is Abu. Abu. Yeah, that's Nice good. to meet you, Abu. Yeah, that's good, man. We are friends now. Yeah. Good man. აი ესეთ ადგილებში ბევრად საყვარელი ხალხია. კარგი ბაზარია ძალიან, მომწონს. ძალიან ლამაზი ბაზარია. საინტერესოა ფასები როგორია ამ ბაზარში. What is this? YouTube. YouTube. You know YouTube? I know YouTube. I know. You are on YouTube now. I will arrest you. I will arrest you for this. I don't understand. აი ადგილობრივი სამოსი მაინტერესებს ყველაზე მეტად და მაგას ვეძებთ. მგონი იქით უნდა წავიდეთ. Whatever video new. მგონი ბიჭო დავინახე არა და ტაქსიდან რა. აი ადგილობრივი სამოსი და რაღაცები ტაქსიდან დავინახე. ეს არხი გამოიწერეთ აუცილებლად, ხო გადავთ? რა საინტერესო კონტენტი იდება ამ არხზეც. Hello. I'm traveling. Making videos about. So that you guys show your people over there. Yeah. Thank you very much. Good guys, all of you. You are good man. Leoni sad არის? Leo sada ხარდმაო. That is boxer. Nice boxer. Heavyweight You are champion. boxer? No, this woman. Anthony Joshua, heavyweight champion. Yeah. This is her mother, yeah. She's better. Yes. Oh, I get out of Good. My name? Yes. My name is Soso. From Georgia. Georgia, Atlanta. Ah, no, it's country. Okay, Georgia, Europe. And your name? Me, Abdullah from Lagos, Nigeria. Okay, nice to meet you. Magradas, Khazma. Video. Georgia. How is it? Woo! That's Nigeria. Do they talk English? English. Where they speak English? You speak English? Yes, English. Or pidgin English.
You are from Nigeria. I'm from Nigeria. Your from name? Igbo land. My name is Ekene Iwozo. You understand? Ekene Imozo. Iwozo, yes. But my music name is Ekiwuzi. You make music? Yeah, upcoming artist. I'll soon come for the globe, you understand? Do not go far. What kind of music? Hip hop, R&B. I'm not Can rapping. you sing? Any kind of sing. Now you can sing? Yeah, I can sing. Let's sing. Yeah, okay, let's sing. Oh yeah. Baby girl, slow down. Baby, slow down. You are always on my mind. Girl, slow down. Baby, slow down. And we always be there for you. You they always think about me, girl. And we always talk about you. Now so it be. Now so it be. This is what I told us. Wow. Don't watch. Ekene Iwozo. Ekiwuzi. მოკლედ ეხა პატარა ბავშვებს ფული მივეცით. და აი ძალიან ჩუმად უნდა გააკეთო ეგ რომ არავინ არ დაგინახოს. თორე აქ თუ დაგინახეს რომ შენ ფული ამოიღე ჯიბიდან და ვინმეს მიეცი, დაგესევა ყველა საერთოდ. ირგვლივ ვინც არის და ვეღარ გაასწრებ აქედან. ასე რომ თხილად უნდა იყო ფულის შუქების დროსაც კი. უბერი გამოვიძახე ეხა მივდივარ სასტუმროში. გაგვწდა. მას მგზავრები ყავდა და ჩვენი შეკვეთაც აიღო. აი იმ ჩამოსახვევში ჩამოვა მე მგონი. იმედია კონდიცია საწავიდა თო. ტიპი აიქ იყო, აიქ და უცებ აიქ გაჩნდა. Алло. აქა ვარ, так. აი წი. გამაგიჟებს ეს არა. მოაზე ხა აგაჩერება არ შეიძლება ძმა. აქ ჩაჯდომა არ შეიძლებაო, წინ უნდა გავაჩერო. აი წესრიგზე რო გესაუბრებიან, აი აქ. ახლა მაინც მიდის წინ. შენ მაგარი ძმა არის. აბა კიდე უფრო შორს უწახო. რაც ამ ტაქსმა გვატარა ფეხით. აუ. Hello. We walking too much. Too much walking. Because police arrest us, we stop there. Police problem, right? Yes. Oh, it's takit. You are from Nigeria? Yes, I'm from Nigeria. Nice. Yeah, We are from Georgia. okay, Georgia. Yes. You know? No, Georgia it's country. Okay, Georgia. Small country in Europe. Wow. Very beautiful country. Let me use a seatbelt. Okay. Osimhen. You like football? Football? Do you like? Yeah, very. You like Osimhen? Yeah. Osimhen. Oh yeah, Sunday Osimhen, yeah. Yeah, he's my from brother. Nigeria. Yeah, Yeah. he's my brother. You know Quara? No, I don't know for her. Quara and Osimhen was in Napoli together. Wow. Quara is from Georgia. Wow. Quara and Osimhen are friends. Azia. Osimhen. Ay, Osimhen etsodiნება შანსი არ არის ნიგერიელი. Osimhen is very popular in Nigeria, right? Yeah, very. Everyone knows. Yeah, everyone knows Osimhen. ბიჭო, მაგარი რთულია ესეთ ქვეყნებში გადაღება. ძალიან რთულია. ანუ ნორმალურ ქვეყანაში რო ცხელა, რაღაც ხან კაფეში შეხვალ, დაჯდები, შეჭამ ნორმალურად, გაგრილდები, მერე გამოხვალ, გააგრძელებ, დაისვენებ. აქ ეგ არ გაქვს რა. სულ საგიჟეში ხარ, სულ საგიჟეში. ერთი არის სასტუმროში მიხვიდე და დაისვენე. ხო, ეგ არის ერთ-ერთი ვარიანტი და ამ დროს შევდივართ, მერე უკან გამოსვლა ცოტა არის. მეორე თუ მე. ძალიან რთული ამბავია, ძალიან და გადააბიჯო შეთავს. რაღაც მომენტში კაია რომ 6 დღე ავიღეთ რა. თავისუფლად კარგად გადავიდე. ხო, არ გიჯებივით არ დავრბივართ. მოკლედ, მოვედით ჩვენ სასტუმროში 3000. ეს არის ჩვენი სასტუმრო, საკმაოდ დაცული სასტუმროა, როგორც ხედავთ. დაცვის გარეშე ვერ შევდივართ. ესე ამოწმებენ უკან საბარგულს. რაიმე ხო არ უდევს. ხო არ გადავიდეთ. Okay, we will go, no problem. სანამ ამას აქ შემოუშვებენ. გავა 2 საათი. I'm follow you to Georgia. Okay, follow to Georgia. Yeah.
Thank you. Თელერიგი პროცედურები უნდა გაიაროს, რომ ჩვენ სასტუმროში შემოუშვან და ჯობია აგერ ორი ნაბიჯია და გადმოვადგამთ. აი შემოვიდა. იქნებ კლიენტი ააგდოს. დიდარი კლიენტი შეიძლება. ესე გამოიყურება ჩვენი სასტუმროს მისაღები. თქვენი აზრით ვინ იზრუნა იმაზე, რომ ესეთი კარგი სასტუმრო გქონოდა ესეთ რთულად სამოგზაურო ქვეყანაში? რა თქმა უნდა, ტურისტულმა კომპანიამ Around the World, ჩემმა ტურისტულმა კომპანიამ, რომელიც თქვენს დაგეხმარებათ ნებისმიერ ქვეყანაში დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა. ასე რომ აღწერაში იქნება ჩემი ტურისტულის Facebook გვერდი, ჩემი ტურისტულის Instagram გვერდი. დაგვიკავშირდით, ან გვესტუმრეთ ოფისში, ბახტრიონის 11B არის ჩვენი მისამართი. ძალიან კაი სასტუმრო, აი, მართლა ესეთი საგიჟეთიდან რო აქ შემოდიხარ, შვებას გრძნობ, ძალიან დიდ შვებას. What's the name? It's Osmo Pocket. Osmo Pocket. DJI. So what's inside? Just an SD card. It's SD card here. Okay. It's very good camera for vlogging. I see. You now transfer it. Can you talk into this as well? Yeah, it's microphone. Microphone. Yeah. Fantastic. I'm making vlog. All right. ყველას მოსწონს, მოკლედ ეს DJI-ის პატარა კამერა. ბიჭო, Red Bull არ გინდა? Red Bull არ გინდა? Cold Red Bull. თუ. ცივი Red Bull-ი მოგვინდა ბიჭებს. ერთადერთი ადგილია ეს სასტუმრო, სადაც ბარათით ვიხდით. დანარჩენი ყველგან ქეში გვჭირდება. აუ, რა ხდება ლიფტი? ცა. ხომშიდობა. ეს რა ხდება? რიგია მეგობრებო, არ გვიშვებენ ნომერში. აი მეგობრებო, ბარემ ჩვენს ნომერსაც გაჩვენებთ. ესეთი საკაიფო ნომერი გვაქვს და ესეთი ხედი გვაქვს თელს ლაგოსზე. ეგ თქვი თუ არა, არც მახსოვს ვიდეოს დასაწყისში. მე მგონი არც მithქვამს, რომ ლაგოსში ვიყავით. ქალაქ ლაგოსში ვართ მეგობრებო. ამასობაში დაღამდა მეგობრებო და ესეთი სიახლე გვაქვს. Instagram-ზე დავდე story, რომ ვერ შოულობდით ფულს, cash-ს, ვერც დოლარს, ვერც აკაურ ფულს, ვერანაირს. ხო და ერთმა აქ ცხოვრებმა, ძალიან კარგმა ადამიანმა, ანიმ, შემოგთავაზა დახმარება და მოკლედ დაგვეხმარა, გამოგვიგზავნა 250,000 ნიგერიული ფული რა, რაც არის სადღაც $150, სადღაც ეგრე. $200-იც არ არის მოკლედ რა. $160 თუ რაღაც ეგრეა რა და ეხლა გაჩვენებთ რამდენია რაოდენობაში. ამას შეხედეთ. ანუ ეს $200-იც არ არის, წარმოიდგინეთ. და ვერ ხვდები, ანუ რატო არა აქვთ ცოტა მაღალი კუპიურები რა, სულ არის 1000-იანებია ეს. არის 250,000. და სულ ესეთი პატარა კუპიურები აქვთ, მაღალი კუპიურები არ აქვთ რა. და უნდა ატარო, რავი, წარმოიდგინე $500 გედოს ჯიბეში, ანუ 3 ამდენი რა. რანაირად უნდა ატარო, არ ვიცი. ხო და აი დღეს $600 რო ვითხოვდით დიდის ამბით, თურმე უცხოელებს არ აძლევენ ამხელა cash-ს რა. ესე გითხრა ანიმაც, რომ მე მოკითხო და $100-ზე მეტ არ მოგცემენ. რა ვიცი, მოკლედ ესეთი ამბებია ნიგერიაში. ვიშოვეთ ძლივს ანის დახმარებით რაღაცა პატარა cash-ი გაგვიჩინდა ბიჭებს რა. პატარა ფული გვაქვს, შივრები არ დავიხოცებით. ეგ არის მეგობრებო, დაგემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.